გამარჯობა. მოკლედ ხალხი როცა ელექტროველოსიპედს ხედავს, უამრავი კითხვა უჩნდება ერთიანად რა. აი მაგალითად თავისი დადის თუ არა, რა სიჩქარეს არ ვითარებს და ასე შემდეგ. დღეს გადავწყვიტე, რომ დავეშვა კუსპის მარტივ ველოპარკში, ველობილიგზე და გავაკეთო ასეთი ექსპერიმენტი. ერთხელ დავეშვები გათიშული ძრავით, როცა ელექტროსისტემა საერთოდ არ იქნება ჩართული და შემდეგ დავეშვები უკვე უშუალოდ ელექტრო ძრავ ჩართულზე. შესაბამისად ვნახავთ დროებს და მივიღებთ პასუხს თუ რამდენად სწრაფია ელექტროველოსიპედი. აქვე ვილაპარაკებ უკვე პლუსებსა და მინუსებზე. ანუ ელექტროველოსიპედის უდიდესი მინუსი არის ის, რომ ძიმეა. ჩემი ელექტრობაიკი ახლა იქნება დაახლოებით 25 კილო, 24-25 კილო. აქედან გამომდინარე, ნახტამებში, თუნდაც კვეთ მოსახლეებში არც თუ ისე მოქნილია. მაგრამ პლუსი ალბათ ჩემთვისაც ძალიან კარგად იცი, არის ელექტრო და შესაბამისად გეხმარება იმაში, რომ თუნდაც აი ახლა წინ რო აღმართია ძალიან მარტივად ახვიდე. და თუ არ იცი, რეალურად ეს ველოსიპედი თავისით არ დადის. აქვს ჰიბრიდული სისტემა და როცა პედალს ატრიალებ, ამ შემთხვევაში უკვე ძრავი გეხმარება. რაც შეეხება რამდენით დადის, უშუალოდ ეს ძრავი გეხმარება 27 კმ/სთ-მდე, მე არის როგორც ჩვეულებრივი ველოსიპედი. აქედან გამომდინარე დაუნჰილზე დიდად ელექტროსისტემა ჩართული გაქვს თუ არა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუ ძალიან მაღალი კუთხეებია და მაინც ასე რომ ვთქვათ 27-ზე ჩხარასერული გიწევს. მოვედით უკვე მარტივი ბილიკის დასაწყისში. ახლა გავთიშავ ძრავს. და სწორად გავდგები რომ დავისტარტო. და გავტესტოთ ასე. მოკლედ. დროს მე ჩემთან ერთად ვნახავ GoPro-ს კადრს. დავაკვირდები 1 2 3. ძალიან ძიმეა უკვე დასაძრავად, მაგრამ ეგ არაფერი. ხალ ბილიკზე ტალახია ისევ და ისევ. აქედან გამომდინარე ძალიან ჩქარად ვერული, თან ქარია. დიდი ხანი ამ ბილიკზე არ ყოფილვარ. ამას გვერდს გაული, იმიტომ რომ დრო არ დავკარგო ამაში. ვცდილობ რომ მაქსიმალურად ჩქარა ვიარო. ახლა ძრავი გაჩვილი რომ აქეთეს. კი მღლის მომენტებში, მაგრამ ძალიან ხარია თან. აი აქ სადაც ისწორდება. ამ მომენტში უკვე ელექტრო დამეხმარებოდა. იმედია ხარისხმა ძალიან არ შემოდის. აი აქ უკვე პედალინგი გჭირდება ძალიან და ცოტათი ჭირს. საინტერესო იქნებოდა ელემენტ მოხსნილდეთ. უბრალოდ ელემენტის ადაპტო მე არ ვიცი, თან უკან ამოტრიალებად ელექტროს გარეშე ძალიან მეძარება. ელემენტი არის დაახლოებით 3 კილო. ვერ ახვდია კარგად, მაგრამ არ აუშავს. გონი საბურავები მაგ გადაბერილი ძალიან. ვახ, თან დავიღალე. შესანიშნავი. მოკლედ ახლა ჩავხედავ GoPro-ში და ვნახავ რა დრო დამჭირდა. შემდეგ ავალ ისე უკან და უკვე ძრავ ჩართულზე დავეშვები. აი რაზე ვსაუბრობთ.
აღმართებზე ისე მარტივად დავდივარ, თითქოს სწორ გზაზე მივდიოდი და თითქმის არც ვიღლები რა. ნუ რეალურად 100 თუ ისე მაინც მირჩევნია რომ არა ელექტრო მყავდეს. გამომდინარე იქიდან რომ დაუნჰილისთვის მაინც საბოლოო ჯამში უფრო უკეთესია. მაგრამ გამომდინარე იქიდან რომ ფოთში ვცხოვრობ, ვერ ვახერხებ ძალიან ხშირად ჩამოსვლას თბილისში და კოჯორში თავისთავად. აქედან გამომდინარე მიწევს ბილიკები დასავლეთ საქართველოში ვეძებო და მანდ არ არის ისეთი საშუალება რომ მაგალითად საბაგიროთ ეახვიდე და ასე შემდეგ. ანუ მიწევს მანდ ჩემი სულით ავიდე და მანდ ძალიან მეხმარება ის რომ ელექტროველოსიპედი მყავს, რომ შემდეგ კარგად დავეშვა და ერთ დღეში მოვასწრო ხოლმე ყველაფერი. ამასობაში ამოვედი. ძრავგაციშვილზე შედეგი მქონდა 2 წუთი და 51 წამი. აი ახლა ჩავშთი ძრავი და ვნახოთ ამ შემთხვევაში რა დროს დავდებ. რა თქმა უნდა, იგივე ადგილიდან ვიწყებ და იგივე ადგილას გავთიშავ დროს. 1 2 3 ნუ რო ვთქვა ჯერ ელექტრომეხმარება თუ არა, აუ საშინელი ქარია. მაინც 27 კმ/სთ-ში გადავდივარ თუ ახლა. აი აქ შეიძლება ცოტათი დამეხმაროთ. ვერ შევედი კარგად საერთოდ, მაგრამ მაინც უბრალოდ ერთი ხილ კარგი იყო თავიდან აჩქარებაში დამეხმარა. ამან დრო დამაკარგნი ამან გონი ცოტათი. მაინც დავიღალე. აი, აქ ხის თაღი რო არის, მან ვწყვეტ ტაიმერს. გადავამოწმე ახლა დრო 2 წუთი და 59 წამი, როცა ელექტრო ჩართული მქონდა. მოკლედ, ელექტრო მაინც თავის იქნა რა. ეგ არის იმის დამსახურება, რომ უფრო კარგად დავჩქარდი მომენტებში, სადაც მიწევდა, რომ ბევრი მეტრიალებინა მან ელექტროს ბევრად გამიმარტივდა. შეიძლებოდა ორივე შემთხვევაში მქონოდა უკეთესი დრო. უბრალოდ ამიტომაც ხელი არ შემიწყო. ქარია. მაგრამ 100 თუ ისე მაინც გონია რომ თანაბარ პირობებში შევადარე. ამას დამატებული ამ ბილიკზე სიარული მიწევს ალბათ დაახლოებით 2 თვეში ერთხელ ან 2-ჯერ. აქედან გამომდინარე მაინც რა ვთქვა რომ კარგად და იდეალურად ვიცით ეს ბილიკი არა. შესაბამისად გონია რომ შეიძლებოდა ბევრად უკეთესი დროის დაწერას, მაგრამ თავარია ჩვენი ექსპერიმენტი რაც იყო, წარმატებით ჩაიარა. გზაზე ხელი შემცვლელი ფაქტორი არ გქონია
და საბოლოო ჯამში ნახეთ, რომ ისეთ დაუნხილზე, სადაც ძალიან დიდი კუთხე არ არის და ყოველთვის აი 40-50-ით არ დადიხარ, მაინც საბოლოო ჯამში ელექტრო თავისას შვება რა. 7 წამი ახლა ძალიან დიდი დრო. მოკლედ, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონა ვიდეო, გამოიწერე არხი და ლაიქე. ასევე მექნება ერთი თხოვნა, რომ ჩემ YouTube short ვიდეოებით ნახო, მანდ დაწებ რაღაცებს და აბა დროებით.